რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში ასე ჰქვია კონკურსს, რომელიც 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტმა გამოაცხადა. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი განვითარების გეოსაინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ლაუშვილი და გეოგრაფიის დოქტორანტი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი საბა მოდებაძე. დილამშვიდობის მადლობას მოგახსენებთ მოგზაურობის გამარჯვებას. ბატონ ზურაბ, თავდაპირველად რა თქმა უნდა, საუბარი უნდა დავიწყოთ იმით, თუ რას მოიცავს ზოგადად ეს პროექტი, ასაკი დავასახელეთ, მაგრამ უფრო კონკრეტულად დეტალებზე რომ ვისაუბროთ. უბრალოდ ყოველისა შემთხვევით ვისარგებლებ და თქვენი ეთერიდან სრულიად საქართველოს მიულოცავ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის საერთაშორისო კარტოგრაფთა ასოციაციაში გაწევრიანებას. ეს ჩვენი პროფესიული დაწესებულება არის. ჩვენი თქვენთან სტუმრობის ერთ-ერთი ბოლო ეპიზოდი სწორედ იყო კარტოგრაფიაზე საუბარი. და აი ამ ხნის განმავლობაში ესეთი კარგი ამბავი მოხდა, მაგრამ ამასთანავე მინდა გითხრათ, რომ უკვე მეორე წელია ასეთი კონკურსი ტარდება. კონკურსის ორგანიზატორები არიან ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, ერთ-ერთი მათგანი საბა მოდებაძე აქ გვესწრება და ხატია ყოლაშვილი, რომელმაც ჩაიფიქრეს და ძალიან კარგი ორგანიზება გაუკეთეს ჩარშან კონკურს, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდა მოსწავლეები, მათ წარმოადგინეს საკუთარი ხედვით შექმნილი, შედგენილი ესე იგი ნახატის სახით წარმოდგენილი რუკები. მე ამ კონკურსში ერთ-ერთი ექსპერტი ვიყავი და ძალიან ნახტაცებული ვიყავი ამ ნაშრომების შეფასებით. მოკლედ ეს კონკურსი მიზნად ისახავს, რომ ახალგაზრდებს გაუღვივოს ინტერესი და სიყვარული აი სივრცითი აღქმისადმი და თავის ასე ვთქვათ მოვლენების პროცესების, ობიექტებისადმი ესეთი აღქმისა და კონტაქტის ვიზუალური წარმოდგენა, რასაც თქვია, თქვათ, საბავშვო კარტოგრაფია ამ შემთხვევაში და საბას და მის გუნდს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამისათვის, რომ ამ შესანიშნავ ღონისძიებას მოუპეს თავი და რამდენადაც მეუხაროთ იმისა, რომ ქართულ კარტოგრაფიას დიდი ტრადიციები აქვს, აქამდე ჩვენ ეს არ გქონია. საბა, თქვენც მინდა გკითხოთ, რა შესაძლებლობას იძლევა ეს კონკურსი და აი როგორც ვუთხარით მაყურებელს 6-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არის კონკურსი და რამდენად არის შესაძლებელი, ბუნებრივია ეს ყველაფერი გათვლილია, თქვენი მოფიქრებულია, თუმცა რომ ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს 6 წლის ასაკის ბავშვს შეუძლია თუ არა ეს ყველაფერი ზუსტად ისე გაითავისოს და აღიქვასო პირველ კლასელებზეა საუბარი. მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის. დავიწყებ ცოტა ძველი ისტორიიდან, როდესაც კარტოგრაფთა ასოციაციამ აიდგა ფესვები და მისი დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი ჯანსუღ კაკელია თავის წერილებში, რომელიც დღევანდელმა პრეზიდენტმა ბატონმა თენგიზ გორდეზიანმა გამიზიარა, რათა გავცნობოთ იმას. საუბარი ჰქონდა სასკოლო მიმართულებაზე და ბავშვების მიმართულებაზე იმ დროიდან 98 წლიდან, როდესაც ჩვენი ასოციაცია შეიქმნა, იმ დროიდან უკვე იყო მსჯელობა იმის შესახებ, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება უნდა ყოფილიყო სკოლებისკენ, სადაც საჯარო ლექციები უნდა ჩაგვეტარებია კარტოგრაფიის მიმართულებით და ბავშვების დაინტერესება უნდა გამოგვეწვია. ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი მოგზაურობების შემდეგ ჩეხეთში, როდესაც საერთაშორისო კონფერენციაზე ვიმყოფებოდით, საკმაოდ ბევრი თემა იყო ამ მიმართულებით წარმოდგენილი და ერთ-ერთი ძალიან აქტუალური იყო კარტოგრაფია და ბავშვები, რომელზეც ძალიან ბევრი ნაშრომი და პრეზენტაცია მიეძღვნა ამ ყველაფერს და ჩემი დაინტერესება სწორედ აქედან წარმოიშვა, ჩამოვიტანე ქვეყანაში ეს იდეა, გაუზიარე ჩვენს ერთ-ერთ აქტიურ სტუდენტს ხატია ყველაშვილს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტის თანახემძღვანელობით და თანაორგანიზებით ჩავატარეთ ეს ღონისძიება. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეს კონკურსი, რომელიც ჩარშან ჩავატარეთ, იყო ჩვენი მოფიქრებული, თუმცა წესები გადმოვიტანეთ სრულიად იმ საერთაშორისო კონკურსიდან, რასაც ყოველწლიურად, რაც ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ყველა ის წესი, ორიგინალის ვერსია ჰქონდა გადმოტანილი. აი რა შეეხება შედეგებს, ძალიან საინტერესო არის მით უმეტეს მაშინ, როდესაც პირველი შეხება არის ხომ ამ კონკურსთან, ბავშვების დამოკიდებულება, თავად მონაწილეების აღქმა როგორი იყო, რამდენად სწორად გადმოსცეს ის დავალება, რომელიც მათ ჰქონდათ, რამდენად სწორად გაიაზრეს და გაანალიზეს და შემდგომ უკვე თავის ნამუშევრებში
ბავშვებში წარმოაჩინეს. შარშანდელ კონკურსში ჩვენ ყავდა 10 რეგიონი მოვიცავით საქართველოს, არ ველოდით თუ ასეთი აქტიურობას გამოიწვევდა. 159 კონკურსანტი იყო და მათი ნამუშევრების შესწორება და შეფასება მოუწიათ კომისიის წევრებს. საუბარი არის 54 სკოლაზე, ჩვენ გამოვავლინეთ 17 გამარჯვებული სამ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში და ნამუშევრები გადიოდა ცოტა ხნის წინ. ერთ-ერთი 5 წლის ასაკის ლილეთოიძის ნამუშევარიც იყო, რომელიც ბაღის მოსწავლე იყო და თავისი წარმოსახვით, მისი თვალით დანახული სამყარო გაგვიზიარა თუ როგორ გამოიყურებოდა. ასევე მინდა გამოვარჩიო ერეკლე კაპანაძე, რომელმაც შესანიშნავი აი ეს ნამუშევარი შეადგინა და შექმნა, რომელიც და მინდა აღნიშნო, რომ ეს ნამუშევრები ჩვენ, როდესაც ეს კონკურსი წინ უძღოდა ბულგარეთის ქალაქ ნესებარში ჩატარებულ ღონისძიებას და ჩვენ რამდენიმე თვით ადრე ჩავატარეთ ეს კონკურსი და ეს ნამუშევრები საუკეთესოები, რომლებიც კომისიის წევრებმა გამოარჩიეს, წარდგენილი ჰქონდა იქ საბავშვო კომისიასთან. გაუზიარეთ მათ ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული ნამუშევრები და მომავალშიც ახლა რა თემატიკის კონკურსიც არის კანადაში შემდეგ ღონისძიებაზე იქნება უკვე წარდგენილი ეს ყველაფერი და ბავშვებს აქვს შესაძლებლობა რომ საერთაშორისო დონეზე მათი ნამუშევრები წარდგენილი იქნას და მოხვდეს იმ ერთიან რუკათა სერიაში, რომლებიც ატლასების სახით გამოდის ხოლმე საბოლოოდ. ბატონ ზურაბ, საბა მახსენა ბულგარეთი და ის მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელსაც მართავთ, ეს არის ბუნებრივია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთაც. ამ შეხვედრების შესახებ რომ მოგვიყვეთ, გვიანბოთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რა შესაძლებლობას იძლევა ეს ჩვენი ქვეყნის რეალობაში. კარტოგრაფია ესეთი თემაა, რომელიც პრაქტიკულად ყველა ქვეყნის მეტნაკლები კულტურაა და ჩვენ ადრეც ვისაუბრეთ, რომ საქართველოს ამ მხრივ გამორჩეულია თავისი დიდი შორეული და ახლო თქვა ტრადიციებით. მაგრამ ნებისმიერი საქმე, რომელიც დაუშვათ არ იქნება საერთაშორისო დონეზე, ესეთ წარდგენილი, ის ასე თქვა ვერ იქნება ესეთი პოპულარული, როგორც საჭირო არის და სწორედ საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციამ ბატონ თენგიზ გორდეზიანის ხელმძღვანელობით და გოჩა გუძუაძის თანადგომით შეძლო ის, რომ ჩვენ თქვა წლების წინ გავედით საერთაშორისო ასპარეზზე. პირველი ეს იყო დაახლოებით 5-6 წლის წინ, როდესაც ბონში ტარდებოდა საერთაშორისო კარტოგრაფთა ასოციაციის ეგიდით კარტოგრაფთა საერთაშორისო კონფერენცია, იქიდან წარდგენილი საქართველოს საკმაოდ საინტერესო მოხსენებები და იქიდან მოყოლებული ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც იყო ჩვენი წარმომადგენლობა რამდენიმე წლის წინ, ასე ვთქვათ, ჩვენ ვღებულობთ საკმაოდ სოლიდური დელეგაციით მონაწილეობას. ჩეხეთი იყო პირველი, სადაც წარდგენილი იქნენ ჩვენი ახალგაზრდები, სტუდენტები, მაგისტრები და საკმაოდ საინტერესო მოხსენებები წარადგინეს და ასახელეს ჩვენი ქვეყანა კარტოგრაფიის თვალსაზრისით. რაც შეეხება ნესებარის კონფერენციის იმით გამოირჩეოდა, რომ აქ აი სწორედ საბას მოხსენება ძალიან დიდი მოწონება გამოიწვია. ესე იგი კონფერენციის დამთავრების შემდეგ თითქმის 2 საათიანი ესე დისკუსია იყო გამართული, აგ სლაიდებზე ჩანს, აი ამ თემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ძალიან დიდი მოწონება ხვდა ამ ყველაფერს და კიდევ ერთი შედეგი, რაც ამას მოყვა ის, რომ საბა გახდა სულ ახლახანს საერთაშორისო კარტოგრაფთა ასოციაციის საბავშვო კარტოგრაფიის სექციის წევრი და ახლა პირდაპირ ეთერში მას საქართველოს კარტოგრაფიის დიდი გამარჯვება. ისე რომ ახლა დაგეგმილია ხორვატიაში მორიგი კონფერენცია, ამის იყო ავსტრიაში და ჩვენ არჩევდებით, მოკლედ ძალიან ესეთი ენერგიული ლიდერი იყოს ბატონ თენგიზ გორდეზიანი, რომელიც არ გვაძინებს და არ გვასვენებს და ერთ სიტყვით აი ვცდილობთ ახლა ეს საბავშვო კარტოგრაფიას იმისი კარგი მცდელობა, რომ საბავშვო ასაკიდან შევაყაროთ ეს თემა, იმიტომ რომ კარტოგრაფია ყველა ოჯახშია პირდაპირ თუ ირიბად ჩვენს სჭირდება და ამ განათლებას, ამ კულტურას რაც უფრო ადრეული ასაკიდან ზიერება ჩვენი სამშობლო და ჩვენი საზოგადოება მით უკეთესია. თუმცა ბატონ ზურაბ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკურსებს საუბრობთ, რომ სახელწოდებაც არის რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში, რომ გადმოვიტანოთ რეალურად ჩვენს ყოველდღიურობაში, ხო, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანი არის რუკები საზოგადოებაში, ვთქვათ, ან საზოგადოების ცნობიერებაში და ცხოვრებაში, ყოველდღიურობაში.
ხო, ეხლა აქ როდესაც მოვდიოდით, მე საგებლობდი სანავიგაციო სისტემით, რომელიც საცობებს მიჩვენებდა. ნუ საცობი ეს უკვე ჩვენი ასე ვთქვათ, სუბკულტურა არის ყოველდღიური და ვესადური გავექცევით, არ შევიძულოთ, შევიყვაროთ, ყოველდღე მართოთ, ხო, და ამის მართვისთვის არის ძალიან კარგი საშუალება სწორედ ინტერაქტიული ვებრიუკები, რომელიც ონლაინ რეჟიმში ჩვენ გვიჩვენებს ქალაქში გადაადგილების, ტრანსპორტის გადაადგილების მდგომარეობას. და მე უკვე შემიძლია ჩემი გადაადგილება ვმართო, ჩემი ასე ვთქვათ, ლოჯისტიკური ქმედებები შევთანხმო აი ინტერაქტიულ ვებრუკებს. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ასე შემდეგ. მოკლედ ახალგაზრდები, რომლებიც პრაქტიკულად შეიძლება კარტოგრაფიის ესე იდეურ გაგებაში არ იყვნენ, ისინი აქტიური მოხმარებლები არიან და ჩვენზე უკეთესად ხმარობენ ამას. ცოტა ლირიკით დავკავდები, მე როდესაც მაგალითად ვიძახებ ტაქსს, რომელიც ასევე სერვისი ტაქსის თქვა გამოსახების სერვისი არის დიდწილად დამოკიდებული სწორედ ნავიგაციურ სისტემებზე და თუ დრო არ მაწყობს, მე მის გასაუქმებლად ავტობუსის გაჩერებაზე რომელიმე ახალგაზრდას ვთხოვ დახმარებას, იმიტომ რომ ჩემი ასაკისთვის ეს უკვე ასე თქვა ზედმეტი ის არის. მაგალითად რა ხდება? ანუ ჩვენ უ შეგვეშინდება მეხუთე კლასიდან უფრო ადრეული ასაკიდან ახალგაზრდები ჩართოთ ამ თემებში. ძალიან ბევრი ისეთი საკითხებია. ეხლა ჩვენ აღარ ვსაუბრობთ სერიოზულ დონეზე, სახელმწიფო დონეზე, რაიმე ეს თქვა სტრატეგიული ობიექტის დაგეგმარება, თქვა ტრანსპორტის და მოძრაობის უსაფრთხოება, მშენებლობა იქნებდეს, ტურიზმი, რომელიც ამის გარეშე აღარ არსებობს. აქ არ არის ეხლა უკვე მხოლოდ ქაღალდის რუკებზე. ეს არის ძალიან ბევრი ინტერაქტიული ვებრუკების სახით რეალიზებული. ახლა ჩვენ მედესაბა, როდესაც მისაღებში ვისხედით, იქ ვათვალიერებდით წიგს რელიგიური ტურიზმი, სადაც ერთ-ერთი სტატია ეძღვნებოდა სწორედ გეოინფორმაციული სისტემების გამოყენებას რელიგიურ ტურიზმში. ძალიან კარგად იყო ახსნილი თუ რუკას რა დიდი დახმარების შეუძლია ჩვენ ცხოვრებაში. საბა, რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ კონკურსს აღნიშნეთ საზღვარგარეთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ თქვენი წარმატებები, ხო? საინტერესოა ქვეყნის მასშტაბით როგორ ხდება, ვთქვათ, მოსწავლეებამდე ამ ინფორმაციის მიტანა, გაქვთ თავისთავად შეხვედრები ამ მოსწავლეებთან და უფრო მეტი დეტალი რომ შევიტყოთ ამ კონკურსის შესახებ, რომ ვთქვათ, აი როგორ შეიძლება მიიღოს მსურველმა მონაწილეობა ამ კონკურსში. თავდაპირველად ვიტყვი იმას, რომ როდესაც დავიწყეთ ამ ყველაფრის გაკეთება, ცოტათი რთული იყო, რადგან კონტაქტზე გავსულიყავით იმ ასაკზე, რა ასაკებიც მოცემული ჰქონდა საერთაშორისო კარტოგრაფიულ ასოციაციას. ბაღის აღსარდელებზე უნდა გავსულიყავით ფაქტობრივად და სკოლის დაწესებულებებზე. გარკვეული მონაცემთა ბაზა მქონდა სკოლებთან დაკავშირებით, ვისთანაც გამოცდილება მქონდა თანამშრომლობის და შემდეგ ჩვენი მხარდამჭერი აღმოჩნდა საბავშვო უნივერსიტეტი, რომელიც ძალიან ხშირად საბავშვო მიმართულებით დაკავშირებული არის საქართველოს ყველა სკოლასთან, მათთან თანამშრომლობით უკვე დავიწყეთ შექმნით უფრო დიდი მონაცემთა ბაზა, უკავშირდებით საქართველოში არსებულ ყველა სკოლას, ფაქტობრივად გავდივართ ყველა სკოლაზე, ყველა მასწავლებელზე და უკვე მათზე არის შემდეგ დამოკიდებული ინფორმაციას ვაწვდით დეტალურად, სრულყოფილად, თუ რას მოისაზრებს, რა არის ამ ყველაფრის მიზანი, რა არის ის წესები, რაც უნდა გაითვალისწინონ, რაც აუცილებელი არის და ყოველდღიური კავშირი გვაქვს ამ მასწავლებლებთან, მშობლებთან, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი ჯაჭვი არის, სკოლიდან თითოეულ მასწავლებლამდე დადის ეს ყველაფერი, მასწავლებლიდან უკვე მშობლებამდე და ზოგიერთი ისეთი შემთხვევაც არის, როდესაც უნივერსიტეტის გვერდი განათავსებს, პატარა ბავშვები თავად ნახულობენ უკვე, იმიტომ რომ საბავშვო უნივერსიტეტის გვერდზე ელოდებიან ამ სიახლეს, თუ რა სიახლეებს შესთავაზებს, რა ახალი კონკურსები იქნება და საბავშვო უნივერსიტეტს განებურებული ყავს ეს ბავშვები, რადგან სხვადასხვა თემატიკის, სხვადასხვა მიმართულების მხრივ, სხვადასხვა პროექტებში და მსგავს კონკურსებში აქვს ხოლმე შესაძლებლობა. ეს კონკურსი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, 13 აპრილამდე გვაქვს ჩვენ ნამუშევრების 13 აპრილამდე გვაქვს პირველი ეტაპი, რის შემდეგაც მივიღებთ პირველი ეტაპის ნამუშევრებს და 1 მაისისთვის ჩვენ უკვე გავაგზავნით ამ ყველაფერს სლოვენიაში, გამარჯვებულები გვეყოლება გამოვლენილი და დავამატებ იმას, რომ ეს თემატიკა რუკები ყოველდღიურ ცხოვრებაში არჩეული იქნა 2025 და 2027 წელს ჩასატარებელ
კონფერენციებზე. ანუ ეს თემატიკა საბავშვო მიმართულებით იქნება ამ 2 წლის განმავლობაში აქტუალური. პირველი ეტაპი იქნება 13 აპრილამდე, თუმცა შემდეგ, როდესაც გავაგზავნით გარკვეულ ნამუშევრებს უკვე კანადაში, შემდეგ ისევ გავაგრძელებთ ამ თემატიკას და 2027 წელსაც ისრაელში, როდესაც იქნება კონფერენცია, იქ მივიღებთ და ჩვენ ფიზიკურად ჩავიტანთ უკვე ჩვენს რჩეულ ნამუშევრებს, რაც თავს მოიყრეს ჩვენს ფონდში. კიდევ ერთხელ გილოცავთ მნიშვნელოვან საერთაშორისო წარმატებას. ამ საქმეში მინდა გისურვოთ წარმატებები ბატონო ზურაბ და თითოეულ მონაწილეს ამ კონკურსის ასევე გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და მადლობა. შეგახსენებთ, სტუდიის სტუმრები გახდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, მდგრადი განვითარების გეოსაინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ბატონი ზურაბ ლაუშვილი და გეოგრაფიის დოქტორანტი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის გენერალური მდივანი ბატონი საბა მოდებაც.